მუსულმანი სინდისის მიხედვით გამართლდებაო. რას გეტყვით ამ საკითხთან დაკავშირებით? რას ნიშნავს სინდისის განკითხვა? სამწუხაროდ არიან ესეთი მღვდლები, რომლებიც პირდაპირ ლაპარაკობენ, რომ სამწუხაროდ კიდევ ვიძე ხას უსვა პირველი სიტყვა ეს სამწუხაროა, როდესაც მართლმადიდებელ მღვდელს ეჭვიეპარება და ფიქრობს, რომ მართლმადიდებლობის გარდა კიდე სადმეა ცხონება. თუმცა სახარებაში ამის შესახებ გარკვევი წერია, რომ ნათლისღების გარეშე ვერავინ ვერ ცხონდება, რომ სახარებას ვინც შეცვლის და მცირეს დაუმატებს ან დააკლებს, სასუფეველის დიდებას მოაკლდება, ანუ 60-ის გარეთ დარჩება, რომ სულიწმინდის გმობელი, ანუ სახარების გადამკეთებელი და სულიწმინდის მებრძოლი 60-ში ვერ მოხდება. მიუხედავად ამისა, ესეთი ადამიანები ფიქრობენ, რომ მე კიდევ დიდი გულისკივით ვლაპარაკობ ამ მოძღვრებზე, ფიქრობენ, რომ ღმერთი კეთილია და ღმერთი ყველა საწყობს. ეს არის ანტიეკლესიური სწავლება. ამ სწავლებას ეკლესიასთან არაფერი საერთო არ აქვს. ეს არის მათი პირადი ნააზრევი და მე ვფიქრობ, რომ მღვდელმა ჯობია თავის საკუთარი აზრები გვერდზე გადადოს და წინ წარიმძღვაროს ეკლესიის სწავლება, რჯულისკაცი და მამათა სწავლება. თუ ის, რა თქმა უნდა, თulis რომ მართლმადიდებელი ეკლესიის წევრია და მისი შვილია. თუ ფიქრობს, რომ მისი აზრები განსხვავებული ეკლესიის აზრებისაგან, ჯობია მან ცალკე სწავლება, ცალკე რაღაცა მიმდინარე ჯგუფის შექმნას და დაარქვას მას თანამედროვე მართლმადიდებელთა ეკლესია ან რაღაც ესეთი. ეხლა რაც შეეხება ესეთ პასუხს, აი ზოგიერთ მღვდელს კითხავ და გეუბნება, რომ აი ჩვენ არ ვიცით ღმერთი ვის აცხონებს, ვის არა, ჩვენ ყველაფერი კარგად ვიცით. ჩვენ შეიძლება პირადად არ ვიცოდეთ, მაგრამ ეკლესია მიცის. და როგორც გითხარით, მკაცრათაა ჩამოყალიბებული ეკლესიაში ცხონების საკითხი, რომ არასწორი სარწმუნოებით კაცი 60-ში ვერ შევა. არათუ ქრისტეს მგმობელი. ფსევდოქრისტიანიც კი ვერ ცხონდება, აი კათოლიკები, 50-იანები, რომლებიც არასწორად ადიდებენ, არასწორად განმარტავენ სახარებას. რადგან სახარების შეცვლა 60-ის გარეთ დარჩენით გვემუქრება. პირდაპირ ესე თავდება სახარება. რომელმან მცირედი დააკლოს ამას, სასუფეველის დიდებას დააკლდეს და მისი სახელი ამოშლილი იქნა ცხოვრების წიგნიდან. რას ნიშნავს ეს სიტყვები? ეს იმას ნიშნავს, სახარების შეცვლა არ შეიძლება. ხო და ესეთი პასუხი აქვს საზოგადო, რომ აი რა დააშავა იმ კეთილმა მუსულმანმა, რომელიც თქვა სადღაც მთებში ცხოვრობს აულში. ერთ-ერთი მინდა გითხრათ, რომ როგორც 60-ში ყველა ერთნაირ დიდებაში და ნეტარებაში და პატივში არ არიან და ფუფუნებაში. მაცხოვარი იძახის, მე მივდივარ მამასთან, სადაც მრავალი სავანეა. მე მივდივარ რათა ადგილი მოგიმზადოთ, სადაც მე ვარ თქვენც იქ იქნებით, გახსოვთ მაცხოვრის ეს სიტყვები. ასევე ჯოჯოხეთში ყველა ერთნაირად არ ისჯება. სხვა არის ქვესკნელი, გარესკნელი, კბილთახჭენის ადგილი, ცეცხლის ტბა, ტარტაროზი, გეენია, წუნწუბა, მატლი დაუძინებელი, ცეცხლი ჩაუქრობელი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ის ადამიანები, ვინც სხვა სახელი არ არსებობს ის ქვეშეთში, ნახეთ რა წერია. გარდა იესო ქრისტეს, რომელთაც შეიძლება ცხოვრებაი. მოციქულთა საქმეში წერია პირდაპირ. იესო ქრისტეს გარეშე ცხოვრება გამორიცხულია. ეხლა აქ ლაპარაკობს ესეთ პასუხსებს, რომ ეს ადამიანები, ხო ჯერ იმას ვიტყვი, რა დააშავა მაშინ, მეორე კითხვა ესეთი, აი რა დააშავა იმ ადამიანმა თქვათ, რომელიც აი არ გაუგია ქრისტიანობის შესახებ რა. ერთ-ერთი სახარებაში ესეთ სიტყვები წერია, იესო ქრისტე ეუბნება მოციქულებს. თქვენ რომ სანამ მე მიხილავდითო, ცოდვას ჩადიოდით, მაგრამ ეს ცოდვა არ გეთვლებოდათ. მე რომ მიხილეთ, ამის შემდეგ ეს ცოდვა გეთვლებოდათ. ჩემს შემდეგო. მე ესეთი ადგილი წერია, ნახეთ მაცხოვარი ეუბნება მოციქულებს. წადითო. შედითო იქადაგეთ ქალაქებში. ვინცო თქვენ სწავლებას არ მიიღებსო, რომ გამოხვალთო. დაიბერტყეთო ფეხი, მტვერიო. ამ ქალაქის მტვერი რო აეკრო თქვენ ფეხებსო, დაიბერტყეთ ესო და სოდომი და გომორი უმოლხინეს იქნება. ანუ სოდომს და გომორს ინატრებს ეს ქალაქები მეორედ მოსვლის დროს. კიდევ ერთი ადგილია, როდესაც მაცხოვარი და მოციქულები მიდიან წინ ქალაქში და უნდა შევიდნენ იქადაგონ ამ ქალაქში. და მაცხოვარი ეუბნება არ შევიდეთ ამ ქალაქში. რატო მოციქულები ეუბნებიან? ჩვენ რო აქ შევიდეთ, ესენი არ მიიღებენ ჩვენ სწავლებას და უფრო მეტად დაიჭებიან. ანუ მაცხოვრმა წინასწარ იცის, რომელი ერები გაანათლოს და რომელი ერები არ გაანათლოს. ის ერები, რომლებიც ქრისტიანობას ვერ ეზიარებენ, რადგან მაცხოვრმა იცის, რომ ისინი უფრო მეტად დაიჯებოდნენ ქრისტიანები რო ყოფილიყვნენ. თავისი რაღაცა მანკიერი თვისებების გამო. აი ეს სახარებაში ესე წერია. სახარება ესე ასწავლის. წმინდა წერილი ესე ასწავლის. ამიტომაც ის ადამიანები, რომლებიც თქვათ ჩვენ მართლმადიდებლები ვართ, ეს იმას კი ანიშნავს, ჩვენ აუცილებლად 60-ში მოხვდებით. ყველაზე მეტად ჯოჯოხეთში სწორედ მართლმადიდებელი ქრისტიანები იჭებიან. ყველაზე მკაცრად სწორედ მართლმადიდებელი ქრისტიანები იჭებიან. და მეცაც გეტყვით, მართლმადიდებელი ქრისტიანებს შორის ყველაზე მკაცრად სასულიერო პირები იჭებიან. სასულიერო პირების უმეტესობა სიკვდილის შემდეგ ჯოჯოხეთში მიდიან.
ზუსტად ამაზე მეტყველებს იოანე ოქროპირის სიტყვა 6 სიტყვა მღვდლობისათვის მისი ნაშრომი. ამიტომ როდესაც ჩვენ ვიძახით რომ ისინი ვერ ცხონდებიან, შენ რა ცხონდები? მე რა ვიცი, მე ცხონდები კაცო. იუდა მოციქული იყო და ჯოჯოხეთში მოხდა ჯვარი მწერია. ერთმა დამიფაროს და ერთმა შემიწყალოს. მაგრამ ფაქტია ეს. ნესტორი კონსტანტინოპოლის პატრიარქი იყო და მწვალებელი გახდა. არიოზი უგანათლებული მღვდელი იყო და მწვალებელი გახდა. ყველა მწვალებლებმა მღვდლებიდან მოდიოდა და სასულიერო პირებიდან. განათლებული სასულიერო პირებიდან. ამიტომ ისინი ახლა ჯოჯოხეთში არიან. და მათი მივდივარი ხალხი ჯოჯოხეთშია, უბრალოდ გაყვამათ. მაგრამ ნახეთ რა ხდება. ბევრმა ქრისტიანმა შეიძლება ინატროს ნეტა საერთოდ არ მოუნათლულიყავიო. რადგან დაინახოს რომ მოუნათლავები უფრო ჯოჯოხეთის უფრო ნაკლებ სატაჯულებში არიან, ვიდრე თვითონ არის. აი ჩვენ ახლა ხო კმაყოფილები ვართ თბილისში ვცხოვრობთ. და იძახი კიდე კაი კასპში არ ვცხოვრობ. კასპელი არა, სიტყვაზე უმეტესობა ვიზახ, ასაკები ახლა. ვიღაცა იძახის რომ კიდე კაი კასპში არ ვცხოვრობ და ვიღაცა იძახი კიდე კაი სოფელში არ ვცხოვრობ. ვიღაცა იძახი კიდე კაი გორში არ ვცხოვრობ. ვიღაცა ფიქრობს რომ მოსკოვში ცხოვრობ, თბილისში არ ვცხოვრობ, ვიღაცა პარიზში ცხოვრობ, საქართველოს. ყველა თავის მდგომარეობით არის რაღაცნაირად კმაყოფილი. ჯოჯოხეთში რომ მოხდება კაცი, იმან იცის რომ ის სამართლიანად არის აქ მოხვედრილი. იმან იცის რომ ღმერთმა რაც მიცა, უფრო მეტ საჯულს იმსახურება, მაგრამ ღმერთმა ისიც არ მიცა. და იცის რომ აი ეს მდგომარეობა რაც აქ კიდე წინდა მამები იძახენ ჯოჯოხეთი ეს არის ღვთის უკანასკნელი მოწყალება. ცოდვილი კაცი 64-ში რომ მოახვედრო, უფრო მეტად დაიჯება ვიდრე ჯოჯოხეთში ყოფიოდა. ჯოჯოხეთში უკეთესად არის ცოდვილი ვიდრე 64-ში იქნებოდა. აი წარმოვიდგინეთ ახლა გახვიდე ქუჩაში რადგან ეს უსაქმური ბიჭები და ეს სიგარეტის და პლანეტსების მეც და სემიჩკის ჭამის მეც რო არაფერს არ აკეთება. აი ესენი რომ მოიყვანო წირვაზე დააყენა. ჩვენ და ხო იწყება ცისკარი და წირვა. აი დააყენე ცისკარი წირვაზე შეიძლება ვერ გაჩერდება. გავარდება გარეთ. და თუ გააჩერე შეიძლება ყმუილი დაიწყოს. შეიძლება გადაირიოს. ერთხელ თუ გაჩერდა მეორედ უკვე აღარ გაჩერდება. სანამ აღსარებას არ ეტყვის და სანამ არ შეინანებს, ანუ სანამ თავის სულს არ დაუწყებს დამუშავებას, რომ ღვთის სასופველი მისი გულიდან დაიწყოს. წირვაზე უხილავად არის იესო ქრისტე და ანგელოზები და წარმოიდგინე უხილავად თუ ვერ ჩერდება კაცი და ამხელა სულიერი ბრძოლები ცუდად არის, ზოგი ირჩება კაცო, ზოგი გიждდება ისე დღეში ვარდება წირვაზე. ცოდვილი კაცზე ვიძაი არა ეკლესიური კაცი და წარმოიდგინე თუ კი ეკლესიაში ესეთი რამე ემართება უხილავად სადაც არის ქრისტე და მოციქულები და წმინდანები. წარმოიდგინე ესეთი კაცი 64-ში ქრისტესთან როგორ გაჩერდება საუკუნოდ. ვერ გაჩერდება. ამიტომაც იძახის წმინდა წერილი სათასასופველი თქვენი გულებიდან იწყებაო. აქ თუ არ დაიწყო დედამიწაზე გულში სასופველი ღვთისა, იქ სასופველში ვერ მოხვდები. აქ თუ არ დაიწყე ღმერთზე ზრუნვა და სასופველზე ზრუნვა და შენ გულში არ ჩათესე სასופველის მარცვალი, იქ სასופველში ვერ მოხვდები. ეხლა პასუხი, ეს პასუხი იმიტომ რომ რა დააშავეს სხვა ხალხმა, სხვა ერებმა, ეს დააშავეს. ჩვენ ნახეთ დაცემა კონსტანტინოპოლისა, რომელიც მართლმადიდებლები იყო და ბოლოს რითი დამთავრდა. ნახეთ ალბანელების მართლმადიდებლები რითი დამთავრდა, სომხები და ჩვენ ხედავთ ჩვენ როცა არასწორად ვიქცევით რა დღეში ვართ. და ღმერთმა იცის რომ რომელი ერი იყოს მართლმადიდებელი და რომელი არ იყოს. სახარებიდან ჩანს პირდაპირ რომ ღმერთმა წინასწარ განაგო ეს ყველაფერი. ეხლა აქ ზოგიერთი მოძღვარს რო ეკითხებიან, ამბობს რომ მუსულმანები თავის სინდისის მიხედვით გამართლდებიანო. ესეთი ესე არ წერია გამართლდებიანო, განიშებიანო წერია. და მუსულმანებზე არ წერია, წარმართებზე წერია. ანუ თვითონ პასუხი არ არის სწორი მოძღვრის მიერ არ დასმული და არც გაცემული. სახარებაში წერია, ვინც რჯული იცის, რჯულით განეკითხება, ვინც რჯული არ იცის, თავის შინაგანი სინდისით განეკითხება, შინაგანი სინდისით. ანუ რაზეა საუბარი რომ კი არ წერია რომ ცხონდება. აქ ლაპარაკია რომ განიჩქოთ კაცი ჭამიების ტომში, წესია კაცს რომ დაიჭერენ, მოკლავენ, შეწოვენ და ჭამენ. და ეს ვიღაცა კაცი ჭამი არ ჭამს კაცის ხორცს და ფიქრობს რომ არ მინდა რა ეს ხორცი ჭამა კაცის. ეს კაცი ამის გამო 64-ში კი არ მოხდება. თუ ისინი გენიაში მიდიან, ესე ტარტაროში იქნება. რადგან წარმართია, არ მონათლულა. ეშმაკებს თაყვანს, მაგრამ ბოლომდე არ ცემს თაყვანს. ამ უფრო ნაკლებ საჯილში იქნება. მიხვდით რა არის? მუსულმანები 64-ში ვერ მოხდებიან. რატო? იმიტომ რომ სახარებაში პირდაპირ წერია, ვინც მე მაღიარებს კაცთა წინაშე, მაცხოვარი ძახის, მეც ვაღიარებ მას მამისა და ანგელოზების წინაშე, ვინც მე უარყოფს კაცთა წინაშე, მეც უარყოფ მას მამისა და ანგელოზების წინაშე. მუსულმანები იესო ქრისტეს, განკაცებულ ღმერთს, სამების მეორე წევრს, სამყაროს შემქმნელს, ხორცშესხმულ ღმერთს უარყოფენ და იძახენ რომ ის ღმერთი არ არის, ის არის წინასწარ მეტყველები.
ეს არის იესო ქრისტეს უდიდესი შეურაცხყოფა. გმობა არის ქრისტესი. აი ამ გმობის გამო ისინი სამოთხეში ვერ მოხვდებიან. ღვთის გმობელები კი არა, პირდაპირ ძახეს იესო ქრისტე. ვინც მე უარმყოფს კაცთა წინაშე, მეც უარყოფ მას მამისა და ანგელოზების წინაშე. ის რო ეს ხალხი მეუნათლავია ეს ერთი. ქრისტეს ღმერთობის უარყოფელები არიან ეს მეორე. ესენი სამოთხეში ვერ მოხვდებიან. თქვენ ვერ ნახავთ ვერცერთი წმინდა მამის წერილს, რომელიც მუსულმანებს ეძახს სამოთხეში მოხვდება. პირდაპირ ეუნებოდა, სადაც ეშმაკია თქვენც იქ იქნებით. ქრისტე ეს არა კაცო. არა, ეს ელოდებია სხვა არის, მაგრამ ეხლა არაფერთ არ მიაჩნიათ ქრისტე. არაფერთ არ მიაჩნიათ ქრისტე. იძახიან რომ ეს მატყო არა არის. და იძახიან რომ ეს რომ არ მინდა ეხლა თქვა ყველა წმინდა ღვთისმშობელზე რა. რასაც ისინი იძახიან. იძახიან რომ ჯარისკაცისგან გააჩინა, რომელი ჯარისკაცისგან. და შეურაცხყოფას აყენებენ. ამ შეურაცხყოფის მიმყენებელი ქრისტეზე ქრისტეა მოსამართლე. სხვა ყოველივე მის წინაშე მოიხდის მუხლს. იგი ამ საჯული მკვდართა და ცოცხალითა. ყოველივე მის წინაშე მოიყრის მუხლს, გზեցისა, ქვეყნისა და ქვესკნელისა. იესო ქრისტეა ყველას მსაჯული. იესო ქრისტეს გარეშე ვერავინ ვერ გაგასამართლებს. შენ ქრისტეს აყენებ ამ ხელა შეურაცხყოფას მის წინაშე დადექი და რა. ეხლა მით უმეტეს 21 საუკუნეში ყველა მიცის რომ აღდგომა დღეს გადმოდის ცეცხლი. კითხვას რო არ დასვა, რატო? სწორედ ამ კითხვის დაუსმელობის გამო განიშები. არ გაინტერესებს რატო? არ გაინტერესებს რატო? შიში თუ გაქვს ეს სხვა არის. მაგრამ არ გაინტერესებს და ქრისტე ეძახის რომ ვიცო დედა შეიყვარო ჩემზე მეტად ჩემი ღირსი არ არის. ვინც მამა შეიყვარო ჩემზე მეტად ჩემი ღირსი არ არის. ვინც ცოლიან შვილი შეიყვარო ჩემზე მეტად ჩემი ღირსი არ არის. ანუ ვინც იესო ქრისტესზე წინ რამეს დააყენებს, არ ვინმეს დააყენებს, იგი ქრისტეს ღირსი არ არის. როდესაც შენ კითხვას ერთხელაც კი ასწავლ შენ ცხოვრებაში კაცო რა ხდება ეს? ყოველ აღდგომას მოძრავ დღესასწაულზე ცეცხლი გადმოდის, სასწაული ხდება, იორდანე ჩერდება, მართლმადიდებლების ნაკურთხი წყალი არ ყროლდება, არ იხსნება. რა ხდება? ვინ არის ეს კაცი? წინასწარ მეტყველია თუ ღმერთი არ უნდა დაიწყო ჩაკითხვა. ხო და ამიტომაც ვინც მეუარმყოფს ესე იძახის ქრისტე და ესია. ამიტომ ეს რომ ისინი თავის სინდისით გამართლდებიან და განიკით არ გამართლდებიან. შეიძლება მუსულმანებს შორის ზოგი იყოს აგრესიული ქრისტიანობისათვის, ზოგი ნაკლებად აგრესიული. ის ნაკლებად აგრესიულიც ვერ ცხონდება, მაგრამ შეიძლება უფრო ნაკლებად დაისაჯოს. ანუ ეს არის პასუხი ამაზე რა.